Telecompanija imedi წარმოგიდგენთ. მე თქვენთან ერთად ამდენი არ მინერულია არასოდეს. დღეს თქვენს საყვარელ შოუში. მე ამარჩევას გაგიდასტურებთ ახლა და მე რაც ხდება. პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში სახელგანთქმული მმართველი, რომელიც ჯერ არასდროს ყოფილა აზარტული სატელევიზიო თამაშის უშუალო მონაწილე. ექსკლუზიურად შოუსთვის ინტუიცია. გავესწავ შესწავლის უფლება მაინც მაქვს ისე როგორც ყველა ადამიანს. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე 12 აბსოლუტურად უცნობი ადამიანის ვინაობაზე მხოლოდ მათი გარეგნობის საფუძველზე იმშელებს. ვერ არის საქმე კარგად. როგორი ინტუიცია აღმოაჩნდა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ ხელმძღვანელს. ყველაფერს ფარდა აიხდება. თუ თქვენ გაქვთ ბევრი ფული და ვერ გადაგიწყვეტიათ ეს ფული შეიტანოთ ბანკში, თუ ჩააბაროთ თქვენს აზარტულ მეზობელს, მაინც რო აჩქარდებით უყურეთ ჩვენს გადაცემას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, რადგან მე ნიკა ქავთარაძე ვარ და ეს არის შოუ ინტუიცია. ვინც ამ შოუში საკუთარი ინტუიციის დახმარებით 12 პირად მონაცემს შეუსაბამებს, 12 უცნობს, მოიგებს 20,000 ლარს. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ სტუმარს, დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელიც პირველად მონაწილეობს ქართულ ტელესივრცეში არსებულ სათამაშო შოუებში, game show შეიძლება ვთქვა პირდაპირ. მაშასე მივესალმოთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიბერტი ბანკის გენერალური დირექტორი და 13 თვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე. საღამომშვიდობისა მოგესალმებით. დიდი მადლობა მომწანებით. დირექტი მადლობა თქვენ. ძალიან მონატრები ხართ ხალხს კაშიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ. ბატონო ლადო, როგორი ინტუიცია გაქვთ? საკმაოდ კარგი. ეს თქვენს მიღწევებზე პირდაპირ არის ასახული, ასე რომ ამ თემაზე აღარ განვაგრძელოთ საუბარი. მე უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ კარიერის განმავლობაში ალბათ ძალიან ბევრი ადამიანის გაცნობა მოგიწიათ და თითოეული ახალი ადამიანის გაცნობა კი ეს აშკარად დიდი სიმდიდრეა, თუმცა ჩვენს გადაცემაში ეს კონკრეტულ ციფრებში აისახება, ასე რომ გთხოვთ მივესალმოთ 12 უცნობს. ესენი არიან 12 უცნობი, რომელთა გამოცნობა ჩვენ მოგვიწევს 12 პირადი მონაცემის შესაბამისად. დღევანდელ შოუში კი გვაქვს შემდეგი 12 პირადი მონაცემი. მაშასე ლიბერტი ბანკის თანამშრომელი, კომპოზიტორი, დღესასწაულების ორგანიზატორი, ინტერიერის დიზაინერი, პოლიგლოტი, საფოსტო კურიერი, პირადი დაცვა, მანიკურის სპეციალისტი, კერავი, გაყიდვების მენეჯერი, თერაპევტი და ეკოლოგი. მოკლედ, თამაშის წესები ძალიან ადვილია. ვირჩევთ ერთ მონაცემს და შემდეგ უსაბამებთ 12 უცნობიდან ერთ-ერთს. ამ ყველაფერს რაც უფრო კარგად და ეფექტურად გავაკეთებთ, მით უფრო წავალთ წინ და მოვიგებთ 20,000 ლარს. არჩევანში თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ ის აირჩიოთ პირველი, მეორე, მესამე, რომელიც თქვენ გაგეხარდებათ და გსურთ. რაც შეეხება თითოეული გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა დაადასტუროთ აი აქ, ესე ხელის დაჭერით. გაქვთ 3 დახმარება, უნდა გითხრათ. ეს არის შანსი, ანუ შეცდომის უფლება. მეორე, კომპიუტერის 3 ვერსია, ანუ 3 ვერსია კომპიუტერისგან. თქვენს მიერ არჩეულ პირად მონაცემზე კომპიუტერი დაგიტოვებთ 3 სავარაუდო უცნობს, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ნამდვილი და შესაბამისი. და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, ინტუიციის ექსპერტები. ეხლა გეტყვით რა პრინციპით ყავს დღეს ექსპერტები. თუ ბანკში სესხის აღება გადაწყვეტეთ, აუცილებელია ფსიქოლოგიური მომზადება და დახმარება. რაშიც დაგეხმარებათ ფსიქოლოგი რევას ჯორბენაძე. მაგრამ
ბანკმა რომ სესხი გასცეს, ამისთვის საჭირო იყოთ რაც შეიძლება დამაჯერებელი, შესაბამისად არტისტული მონაცემების გამომჟღავნება აქ აუცილებელია. სწორედ ამიტომ ჩვენი ექსპერტი ნომერი 2, მსახიობი არაჩვეულებრივი ქალბატონი ნინო ბურდული. და რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილების უფროსი გუჯა მაგალათია. ჩვენ მზად ვართ ვითამაშოთ მგონი. მეც ვარ. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ 100 ლარზე. რომელ პირად მონაცემს აირჩევთ ბატონო ლადო? დასაწყისისთვის მოდით ლიბერტი ბანკის თანამშრომელი ამოვიცნოთ, თუნდაც იმ მოსაზრებით, რომ ჯობია რაც მალე გაბრუნდება სამსახურში შეუდგება თავის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა საღამოა 12 დაიწყო, შეიძლება ღამის სუაში. ჩვენ ამეც მუშაობთ, კი. ძალიან კარგი. ლადო გურგენიძე ირჩევს პირად მონაცემს ლიბერტი ბანკის თანამშრომელი. და როგორი უნდა იყოს ლიბერტი ბანკის თანამშრომელი და რომელზე გაქვთ ეჭვი აი 12 წუთს? მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყავს 3900-ზე მეტი თანამშრომელი, ამიტომ პირადად სამწუხაროდ ჯერ ყველა ვერ გავიცან. გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მიმართულებით. მაგრამ ამ შემთხვევაში გასტუკიდან გავაბნარე მე ვიტყოდი ნომერი 1 და ნომერიც სიმბოლურია, ალბათ ამ შემთხვევაში. ნომერი 1 სიმბოლურია. აშასე ლადო გურგენიძე ადასტურებს, რომ ნომერი 1, უცნობი ნომერი 1 არის ლიბერტი ბანკის თანამშრომელი. საღამო მშვიდობისა მოგესალმებით. საღამო მშვიდობისა. თქვენი სახელი? ნიშა. მიშა. გასაკეთებელი ბევრია, ხო? გასაკეთებელი ბევრია. მაშასე მიშა. ჩვენ ძალიან გვინდა დიდხანს იყოთ ჩვენს შოუში, მაგრამ ლიბერტი ბანკის კიდევ ერთი თანამშრომელი აქ ყავს, ასე რომ შეგელევით მხოლოდ მას შემდეგ, რაც პასუხს გამცემთ კითხვაზე. ხართ თუ არა ლიბერტი ბანკის თანამშრომელი? განწყობილი ვარ, სხვებს სამხასტობზე ხელი არ მიუჭირე. დიახ, მე ლიბერტი ბანკის თანამშრომელი ვარ. დიდი მადლობა. ის ლიბერტი ბანკში მუშაობს, ხო? როგორც რეკლამაში. ჩვენ გვაქვს 100 ლარი და თამაშობთ 250 ლარზე და დაბჭა შემდეგი პირადი მონაცემები. კომპოზიტორი, გესასწაულების ორგანიზატორი, ინტერიერის დიზაინერი, პოლიგლოტი, საფოსტო კურიერი, პირადი დაცვა, მანიკურის სპეციალისტი, მკერავი, გაყიდვების მენეჯერი, თერაპევტი და ეკოლოგი. მაშ ასე რომელ პირად მონაცემს აირჩევთ ბატონო ლადო? მოდით პირადი დაცვა ვცადოთ. იყოს პირადი მონაცემი, პირადი დაცვა. ძალიან კარგი. მიმჯელოთ ამ პირად მონაცემზე. პირადი დაცვა თქვენთვის სკოლარის, ხო? ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ მე ასე ვთქვათ, ყოველგვარად ემანსიპაციის მომხრე ვარ, ალბათ მაინც მამაკაცებიდან შევარჩიოთ სავარაუდო კანდიდატი. აი, რა პირადი მონაცემი უნდა გქონდეს პირად დაცვას? იმისთვის, რომ იყოს კარგი პირადი დაცვა. ეს ალბათ კევინ კოსნერს უფრო უნდა კითხოთ, ვიდრე მე, იყო ეგეთი კინო. მაშინ უფრო უნდა ვკითხოთ მელოდრამატული სხვა შორის. მაგრამ ამ შემთხვევაში ორივეს სპორტული არნაგობა გამოარჩევს და ალბათ მაგიტომაც ვიტყოდი, რომ ან 9 და ან 12. გასაგებია, ჩვენ შეგვიძლია სწრაფადვე გამოვიყენოთ სამი ვერსია კომპიუტერისგან. რადგან ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს. თუმცა შეგვიძლია განვაგრძოთ მსჯელობა, რადგან ორი ვარიანტი გაქვთ, რა ვიცი. უფრო რომელი გონიათ? მოდით, კომპიუტერის გარეშე გავრისკავ, შესწავლის უფლება მაინც მაქვს, ისე როგორც ყველა ადამიანს და მე ვიტყოდი ძნელი სათქმელია. მოდით, თქვათ ნომერი 12. ნომერი 12 ლადო გურგენიძე დარწმუნებულია ყოველ შემთხვევაში შეცდომის უფლების იმედად და გათვალისწინებით ის ადასტურებს რომ უცნობი ნომერი 12 არის პირადი დაცვა. გთხოვთ და ადასტურებთ.
დაადასტურებულია. ძალიან კარგი. საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით. უცნობო ნომერი 12. თქვენი სახელი? ლევანი. ლევანი. ლევან. ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქცია შეგძინათ ლადო გურგენიძემ, როცა თქვენზე თქვა, რომ ხართ პირადი დაცვა. ბევრად უფრო საპასუხისმგებლოა ის პასუხი, რომელიც მოლოდინშიც მე დაგისვამთ კითხვას. ხართ თუ არა პირადი დაცვა? სამწუხაროდ თქვენ შეესწრით. ძალიან საწყენია. ბევრად უფრო საწყენია, როცა პირადი დაცვა ცდება. მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი, ანუ შეცდომის უფლება და ეს გამოვიყენეთ ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს და ჩვენ კვლავ თამაშობთ 250 ლარზე. მაშასე მე კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ იმ პირად მონაცემებს, რომლიდანაც თქვენ დააირჩიოთ. კომპოზიტორი, დღესასწაულების ორგანიზატორი, ინტერიერის დიზაინერი, პოლიგლოტი, საფოსტო კურიერი, პირადი დაცვა, მანიკიურის სპეციალისტი, კერავი, გაყიდვების მენეჯერი, თერაპევტი და ეკოლოგი. მოდით ვცადოთ ინტერიერის დიზაინერი. ინტერიერის დიზაინერი. ვირჩევთ პირად მონაცემს ინტერიერის დიზაინერი. ძალიან კარგი. უკვე თამაში იმდენად სტარტიდანვე ასე ვთქვათ, მოდით, შევიდა ძალიან დრამატულ ნაწილში და ფაზაში, ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ თქვენ დაგეხმაროთ თქვენი მეგობრები, რომელთაც წარგვიდგენთ აუცილებლად. მივესალმოთ ლადო გურგენიძის მეგობრები. ხო წარგვიდგინეთ ისინი. მანანა აკობია, პირადი ბანკირის სამსახურის უფროსი ლიბერტი ბანკში. და გიორგი არველაძე, ერთ-ერთი დირექტორები ჩემოაქვს. ძალიან კარგი, ეს ადამიანები თქვენ დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში. ეს ადამიანები მე ყოველდღე მეხმარებიან ბევრი სწორი არჩევანის გაკეთებაში. ძალიან კარგი. იმედია დღევანდელი საღამო გამონაკლისი არ იქნება. მეგობრებო, ჩვენ ავირჩიეთ პირადი მონაცემი ინტერიერის დიზაინერი. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი ვარაუდები ამ პირად მონაცემთან დაკავშირებით და მხოლოდ ამ პირად მონაცემთან დაკავშირებით. რომელ უცნობზე გაქვთ ეჭვი და იმედი მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის არის დიზაინერი. სავარაუდოდ მე-5 და მე-6 შორის გავაკეთებდი არჩევანს. სავარაუდოდ მე-5-ს და მე-6-ს შორის. გასაგებია და კრიტერიუმები, რომლითაც თქვენ ამ არჩევანს აკეთებთ? ინტერიერის დიზაინერი უნდა იყოს ახალგაზრდა გოგონა. სიმპათიური, ელეგანტურად ჩაცმული. ფაქტიურად თქვენ შეიძლება ყოფილიყავით ინტერიერის დიზაინერი. გასაგებია, თქვენ რას ფიქრობთ, გიორგი? მე ვფიქრობ ნომერ 10-ს. თქვენ ფიქრობთ ნომერ 10-ს. და თქვენ რა პრინციპით შეარჩიეთ და შეაჩერეთ არჩევანი ნომერ 10-ს? მე როდესაც მანანამ აღწერა ის, როგორიც უნდა იყოს ინტერიერის დიზაინერი, ადამიანი ამ ადამიანს უკმაყოფილება შევათხე. გაუცნაურია, ძალიან საინტერესო ლოგიკაა და მე ვიღებ მაგ ვერსიას, თუმცა მაინც ბატონ ლადოს უნდა ვკითხოთ. თქვენ რას ფიქრობთ? ინტერიერის დიზაინზე ზოგადად კი არა, აი კონკრეტულად დიზაინერს. მე ვფიქრობ, ამ უცნობებს შორის შეიძლება დავასახელოთ ნომერი 2. დიახ. შეიძლება დავასახელოთ დავით ახმეტი გიორგის ნომერი 10. აჰა. და
ალბათ ამ ორ შორს გავაკეთებდი არჩევანს. მე კიდევ შეგახსენებთ, რომ თქვენი არჩევანის კიდევ უფრო ხაზგასაცმელად ჩვენ გვაქვს დახმარება კომპიუტერის 3 ვერსია. უპრიანი იქნება, რომ კომპიუტერს ვთხოვოთ. მაშასე პატივცემულო კომპიუტერო. ვთხოვოთ ძალიან საინტერესო არჩევანი მოგცა კომპიუტერმა. მე მგონი ჩვენ კომპიუტერი Liberty ბანკიდან გვაქვს ნათხოვარი. ინტერიერის დიზაინზე, რა თქმა უნდა, გაქვთ თქვენი შეხედულება. ჩვენი ქვეყნის ინტერიერის დიზაინი ხომ მოგწონთ? მე ჩვენი ქვეყნის ექსტერიერის მომწონს და ინტერიერის. ექსტერიერში ეს ჩრდილოეთი მხარეა ცოტა ფასადის შესაკეთებელი, თორე დანარჩენი უფრო სამეზობლომ არ გაამართლა. მაგიმართული. რას ფიქრობთ კომპიუტერის არჩევანზე? შეგვიძლია მეგობრებს ვკითხოთ ამ სამიდან რას. რა თქმა უნდა, ჩვენ მეგობრებს შეგვიძლია ვკითხოთ ამ სამიდან რას. უეჭველი 11. იგივე პრინციპი. მე მაინც ვიხრები ქალებისკენ, იმიტომ რომ ინტერიერის დიზაინერი უნდა იყოს ქალი. აუცილებლობა. არ არის აუცილებლობა, მაგრამ ინტერიერის დიზაინერი როცა არის კაცი, მას ეთყობა სხვანაირი სტილის ჩაცმულობაზე, სახეზე. ამ კატეგორიიდან მე ვერ ხედავ ერთ-ერთს კაცს ინტერიერის დიზაინერი. უეჭველი 11. უეჭველი 11. წყალი არ გაუვა, ესე იგი 11-ს. და გიორგი თქვენ? რჩებით თქვენს? არა, დავეთანხმები. ანუ ამჯერად 11-ს ავირჩევ. ამჯერად 11-ს აირჩევთ. მოკლედ, უნდა ჩამოვყალიბდეთ. მოდით კონსენსუსი მაინც კარგი რაღაცაა განსაკუთრებით ნებისმიერ ბანკში და ნებისმიერ ორგანიზაციაში. ამიტომ მოდით დავეყნობინო ჩემი მეგობრების ინტუიციას და დავადასტურებთ ნომერ 11. ძალიან კარგი. ლადო გურგენიძე ადასტურებს, რომ ნომერი 11 არის ინტერიერის დიზაინერი. საღამშვიდობის მოგესალმებით. საღამშვიდობის. თქვენი სახელი? ჩემი სახელია ეკა. ეკა. ძალიან კარგი. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეკა ადამიანის შინაგანი სამყარო? როგორც ყველა ადამიანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი არის. აჰა, კარგი. იცით რა მაინტერესებს? სახლში თქვენთან რემონტი თუ გაგიკეთებიათ? როგორც ყველა ადამიანებს კი გამიკეთებია. გასაგებია. როგორც ყველა ადამიანს ეს მაინც წინ არ მიუყავართ ამ პასუხებს. იცით ბატონო ლადო მე მინდა გითხრათ ესეთი რამ რომ ბანკში ყოველთვის შესაძაც მიდიხარ სესხის ან კრედიტის დასამტკიცებლად სათხოვნლად ყოველთვის ითხოვენ შემოსავლების შესახებ ინფორმაციას. რადგან თქვენ აქ ხართ უკვე მოსული, მე მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ჩვენი შემოსავლების შესახებ. რეკლამა ინტუიციაში. დავბრუნდით ეთერში და დადგა მთავარი კითხვის დრო. ეკა. ხართ თუ არა ინტერიერის დიზაინერი? დიახ, მე ინტერიერის დიზაინერი. გილოცავთ. მეგობრები ძალიან დაგეხმარნენ. ჩვენ გვაქვს 250 ლარი და ვთამაშობთ 500 ლარზე და დაგვრჩა შემდეგი პირადი მონაცემები. კომპოზიტორი, დღესასწაულების ორგანიზატორი, პოლიგლოტი, საფოსტო კურიერი, პირადი დაცვა, მანიკიურის სპეციალისტი, კერავი, გაყიდვების მენეჯერი, თერაპევტი და ეკოლოგი. რომელ პირად მონაცემზე ფიქრობთ, როცა მოდით მანიკიურის სპეციალისტზე შევაჩეროთ არჩევანი ამჯერად. მანიკიურის სპეციალისტი. რომელ უცნობზე ფიქრობთ? იქნება ექსპერტების ჩაგვერთოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ექსპერტები სწორედ მაგიტომ გვყავს, რომ საქმეში ჩავრთოთ და გამოგვადგეს მათი
საინტერესო ვერსიები. მივესალმოთ კიდევ ერთხელ ჩვენს ექსპერტებს. ბატონ რევაზ. მე ალბათ უფრო მე-6 ნომერზე შევჭედები. უცნობ ნომერ მე-6-ზე ალბათ თუ დავაკვირდებით ისე იგი ჭრილებს, შევატყობთ რომ ისეთი ფერადი ჭრილები. ფერადიც და ძალიან ისეთი პროფესიონალურ დონეზე აქვს ალბათ შესრულებული და უფრო ვფიქრობ მე-6 ნომერს. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. გთხოვთ ქალბატონ ნინო. თქვენი ვერსია. მეც შევჩერდები უცნობ ქალბატონზე ნომერი 6. ჩემთვის ეს ტიპაჟურათაც რაღაცა სილამაზის სალონის პერსონაჟი არის. ძალიან კარგი. ძალიან კარგი, დიდი მადლობა ქალბატონ ნინო და ბატონო გუჩა, თქვენი ვერსია. მე ვერ დავეთანხმები ექსპერტებს 6 ნომერზე არ ვფიქრობ გამომდინარე იქიდან რომ მისი ჩაცმულობა არ წააგავს მე მგონი იმ ადამიანის ჩაცმულობას ვინც სალონში მუშაობს და შესაბამისად აკეთებს მანიკურს და 8 ნომერი ჩემი აზრით აი როგორიც შეიძლება იყოს ადამიანი რომელიც მუშაობს სალონში და აკეთებს მანიკურს ჩაცმულობით ძალიან წააგავს ესეთ ადამიანს და ჩემი აზრით არის 8 ნომერი, იმიტომ რომ არც 5-ის და არც 6-ის ჩაცმულობა უბრალოდ არ გავს იმ ადამიანის ჩაცმულობას, რომელიც ყოველდღიურად თქვათ სალონში ესეთ ფორმაში თქვათ შეიძლება აკეთებდეს მანიკურს და ამიტომ 8 ნომერი ალბათ ყველაზე უფრო რეალურია ამ შემთხვევაში. ჩემი აზრით. დიდი მადლობა ექსპერტებს. მადლობთ. რა მიმართულება მოგცეს ექსპერტებმა, ბატონ ლადო, რას ფიქრობთ? გუჯამ საინტერესო ვერსია შემოგთავაზა, თუმცა მეც ნომერ 6 ვფიქრობდი. ახლა მოგვიწევს არჩევანის გაკეთება. საინტერესოა მსჯელობა ამ თემაზე, ფიქრობ. მე ბატონოს მსჯელობას ვეთანხმები, ანუ მანიკიური ტიპაჟი, არის ამაშიც რაღაც ლოგიკა ალბათ. მეგობრებს არც იმას გამოვრიცხავ რომ მერვე ნომერი იყოს. მეგობრებსაც ვკითხოთ მაინც, რადგან მე მგონი უეჭველი ვკითხები. ენდა ჩემს ინტუიციას, იმიტომ რომ კვირაში ერთხელ ყოველთვის მიწევს სალონში სიარული, ეს არის ნომერი 8. გიორგი, შენ მიუხედავად იმისა, რომ არ გიწევს კვირაში ერთხელ სალონში სიარული, შენ რას გეტყოდი? მეც დავეთანხმები. მეც ნომერი 8 მგონია. მოკლედ შევჯერდით, დაუჯეროთ გუჯას და მეგობრებს და ავირჩიოთ ნომერი 8. ძალიან კარგი. ლადო გურგენიძე ადასტურებს, რომ უცნობი ნომერი 8 არის ადამიანი, რომელიც აკეთებს მანიკურს. საღამოშვიდობის მოგესალმებით. ახლა მე ისეთ კითხვას დავსვამ, რომელზე პასუხიც ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას. უცნობო ნომერო 8. როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგი, ვაწყობთ. ძალიან კარგი. ეს არ გამოდგა ისეთი პასუხი, რომელიც ახდიდა ფარდას. ამჯერად კი აშკარად ბევრს გავიგებთ თქვენ შესახებ. თქვენი სახელი. ია. ძალიან კარგი. მე მგონი ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ იმის შესახებ, თუ რა ქვია და როგორ არის უცნობი ნომერი 8. ეხლა კი საკონტროლო კითხვა. ხართ თუ არა მანიკურის სპეციალისტი? დიახ, თქვენ ბრავო. გილოცავთ. მადლობთ. გილოცავთ მეგობრებს, გილოცავთ ექსპერტებს, გუჯამ სხვათა შორის მაინც შსს მაინც სწორ დასკვნებს აკეთებს და მუშაობს. მოკლედ ჩვენ გვაქვს 500 ლარი და ჩვენ თამაშობთ 750 ლარზე. დაგჭა შემდეგი პირადი მონაცემები: კომპოზიტორი, დღესასწაულების ორგანიზატორი, პოლიგლოტი, საფოსტო კურიერი, პირადი დაცვა, კერავი
გაყიდვების მენეჯერი, თერაპევტი და ეკოლოგი. მოდით ავირჩიოთ დღესასწაულების ორგანიზატორი ამჯერად. დღესასწაულების ორგანიზატორი. ძალიან კარგი, ვირჩევთ პირად მონაცემს დღესასწაულების ორგანიზატორი. და მე ჩემი ინტუიციამ გარნახობს, რომ ეს შეიძლება იყოს ნომერი 6. დავაკვირდით, ესე იგი ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მუშაობს დღესასწაულებზე, ხო? ანუ ჩვენგან განსხვავებული ადამიანია, ჩვენ დღესასწაულებზე ვისვენებთ, ისინი დღესასწაულებზე მუშაობენ. ეგრე გამოდის. ეგრე გამოდის. თქვენ ფიქრობთ ნომერ 6-ზე? მე ვფიქრობ ნომერ 6, არ შეიძლება ნომერი 3-იც. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის ქალბატონი? რადგან მე ეგრე მგონია კი. სხვადასხვის გავაკეთებ შენიშვნას, რომ ჩვენ გვყავს მესამე ქალბატონიც, მაგრამ თქვენ თვლით, რომ 6 და 3-ია ეს თქვენი მესამე ქალბატონი, ნუ ჯერ არ არის ამის დრო იმედი ამოვა, უფრო მე მგონი თერაპევტისკენ ვიხრები მაგ შემთხვევაში. კურნალის ზერა მოყს, ხო? კი. ძალიან კარგი, მეგობრები აქტიურობდნენ რაღაც და თქვენ რამე ჩამოყალიბებული აზრი ხომ არ გაქვთ? საკმაოდ რთულია გადაწყვეტილების მიღება. მეც მგონია რომ თერაპევტი მეხუთეა და მე-6 და მე-3 შორის ფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მე ჯერ არ მაქვს. არ იღებს პასუხისმგებლობას ამჯერად. ვერა სამწუხაროდ. მაგრამ უფრო 3 რატომ? გიორგი რას ფიქრობს? გიორგი არველაძის დახმარება მაინც იმედის ეთერში სულ სხვანაირად. ამიტომ ეკითხები განსაკუთრებულად. პირველ ლოგიკას დავანებებ თავს, იმიტომ რომ ნომერი 10 ყველა კითხვაზე უკმაყოფილოა. მეც 6 და 3 შორის გავაკეთებდი არჩევანს და აქ უკვე უბრალოდ ისე რა ვიცი. ინტუიციით ალბათ 3. ესე იგი მეგობრები უფრო ნომერი 3-ისკენ იხრებიან. ძალიან უცნაური წესის შესახებ მინდა შეგახსენოთ. ამ ყველას ვახსენებ. თქვენ შეგიძლიათ იმის გამო რომ უკვე გამოიყენეთ შეცდომის უფლება მოგებული 500 ლარი აიღოთ და წავზანდეთ სახლში. არა, მადლობთ. ამის გაკეთებას მე არ ვაპირებ. არ აპირებთ. და გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი. ნომერი 3, ნომერი 6, ნომერი 5. ამ სამ ციფრ შორის არჩევანის გაკეთება თუ მოგიწევდათ და ამდენს იფიქრებდით, მე არ მიფიქრეს. ამ სამ ციფრ შორის ცხადია ნომერი 5 ჩემთვის ყველაზე უფრო ახლო ციფრია და მაგ ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ მე დავასახელოთ ნომერი 5. მოდით ეგრე გავაკეთოთ. იყოს ნომერი 5. მე ამ არჩევანს დაგიდასტურებთ ახლა და მე რაც მოხდება, მოხდება. ძალიან კარგი. ლადო გურგენიძე ადასტურებს, რომ უცნობი ნომერი 5 არის დღესასწაულების ორგანიზატორი. მოგესალმებით, საღამოშიდობის თქვენი სახელი. მარი. მარი. ყველაზე მეტად რომელი დღესასწაული გიყვართ? ახალი წელი. ახალი წელი. ძალიან კარგი. და რას აკეთებთ ხოლმე ახალ წელს? როგორ ხვდებით? ოჯახთან ერთად ხვდები და მაქვს ესეთი ტრადიცია, ყოველ ახალ წელს ახალ კაბას ვიცო. რა საინტერესოა? კერავი ხო არ არის? არ არის გამორიცხული. კარგით, რადგან მართლაც ძალიან განვიცდით. კითხავთ პირდაპირ. მარი, ხართ თუ არა დღესასწაულების ორგანიზატორი? ეს თქვენი დღესასწაულია, გილოცავთ. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა მარის. ინტუიციამ სხვა გზა არ დამიტოვა. ესე იგი, ნომერმა 5-მა ამჯერადაც ნომერმა 5-მა ამჯერადაც გაამართლა და ჩვენ გვაქვს 750 ლარი და ვთამაშობთ 1000 ლარზე. დაგვრჩა შემდეგი პირადი მონაცემები: კომპოზიტორი, პოლიგლოტი, საფოსტო კურიერი, პირადი დაცვა, მკერავი, გაყიდვების მენეჯერი, თერაპევტი და ეკოლოგი. თერაპევტი რო წავიდა, თერაპევტი. თერაპიის გასასწავლზე. მოდით, საერთოდ პოლიგლოტი მაინც მეგონი ყველაზე ეგზოტიკური არჩევანი იქნება. რა რისკიანი ხართ? მაკვირვებს თქვენი რისკისადმი სიყვარული და დამოკიდებულება. ბიზნესმენებს სხვანაირად არ შეიძლება ბიზნესში. ძალიან კარგი. რამდენი ენა იცი? სამნახევარი. სამნახევარი, ნახევარი რომელი ენა? ფრანგული, უნახევარი. ინგლისური, რუსული. ანუ თქვენც აქ ნახევრად პოლიგლოტი ან რაღაც ესე ხართ. კარგით, ავირჩიეთ პირადი მონაცემი პოლიგლოტი. და როგორ მაინტერესებს ინტუიციით, როგორ უნდა ამოიცნო პოლიგლოტი. ამის გაკეთება ძალიან ძნელია ჩემი აზრით, მაგრამ ნომერი 10 გავს პოლიგლოტს დაუშვათ. თან უკმაყოფილო სახეც არ აქვს, როცა ეს აღნიშნეთ. არა, უკმაყოფილო სახე კი. ანუ შეიძლება ერთი ვარიანტი ეგ იყოს. შეიძლება ნომერ 4-ზეც გვეფიქრა. დაუშვათ. მეგობრებს შეგვიძლია ვკითხოთ თუ? მეგობრებს შეგვიძლია ვკითხოთ, რატომაც არა. შეიძლება კი არ გვითხრან ის რაც სწორია. შეიძლება გითხრათ. შეიძლება გვითხრან კიდეც. რამდენიმე ადამიანზე მაქვს ეჭვი. აუ. ეს არის 10. მაგრამ რატომაც მე მგონია რომ ეს არის 7. ანუ 10 და 7. კონკრეტული კრიტერიუმი ვერ ვატყობ ხა სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ ქალურ ინტუიციაზე მეტად. აქცენტს ვაკეთებ ქალურ ინტუიციაზე. ანუ ნომერი 10 და ნომერი 7. Так, საინტერესო. გიორგი, შენ რას მეთქვი? არ გაქვს ჩამოყალიბებული. ან 3-ს ფიქრობ, ან 4-ს. შენ ფიქრობ ან 3-ს და ან 4-ს. ასაკობრივი ცენზის მიხედვით, ეს ალბათ უფრო ნომერი 10 შეიძლება იყოს. თუმცა მე მგონი ნომერ 7-საც და ნომერ 4-საც საკმარისი დრო ექნებოდათ. თავისუფლად 1, 4, 5, 6, არ ვიცი, ენის სასწავლო. ნუ სურვილის შემთხვევაში რა თქმა უნდა. ამიტომ მარტო ასაკობრივი ცენზი ალბათ არ გამოდგება ამ შემთხვევაში. ბატონო გვაქვს მანანას ინტუიციის ფაქტორი. ანუ ქალურ ინტუიციას უნდა ვენდოთ თუ კაცურ ლოგიკას? ქალურ ინტუიციას თუ კაცურ ლოგიკას? სამამაგასთან გვაქვს ოცნაური არჩევანის გაკეთება გვიწევს. სამსახურში ადამიანის მიღების დროს უფრო ლოგიკას აქვს მნიშვნელობა. სამსახურში ადამიანის მიღების დროს ლოგიკას აქვს მნიშვნელობა და იმას როგორ გაყიდის ის თავის თავს, ვთქვათ, ინტერვიუს დროს საუბარში. ნებისმიერად საუბარში, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. მაგრამ მოდით მაინც პირველად ნომერი 10 ვახსენე და მაინც მაგარ ჩემს გავაკეთებ დაგიდას. მე მოგიწოდებთ არაჩქარდეთ უბრალოდ. უბრალოდ თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, რაც თქვით, სამსახურში ადამიანის მიღების დროს საინტერესოა როგორ გაყიდის ის თავის ინტერვიუსას. და შემდეგ თქვენი ქმედებით თქვენ დაადასტურეთ, რომ მანანამ თავის თავი ვერ გაყიდა კარგად, ხო? მანანას ინტერვიუები დიდი ხანია გავლილია, ამიტომ მაგას აღარავის არ მნიშვნელობა არ აქვს. პირველი ერთი გაყიდვა არის თავი, მოკლედ თავიდან. კი. დანარჩენი უკვე გუნდური მუშაობის შედეგია. და მოდით მაინც ნომერი 10. მაინც ნომერი 10 ვიტყოდი. მე თქვენთან ერთად ამდენი არ მინირულია არასოდეს. ნომერი 10. ნომერი 10. დაადასტურა ლადო გურგენიძემ, რომ
ნომერი 10 არის პოლიგლოტი. საღამშვიდობისა. საღამშვიდობისა. მოგესალმებით, თქვენი სახელი? ზურა. ზურა. ბატონ ზურა. ძალიან მნიშვნელოვანი პასუხის მოლოდინში ვართ. დიახ. და სანამ მთავარ კითხვას დაგისვამდეთ, მე მინდა ბატონ ლადოს დაუსვა რამდენიმე კითხვა. ფინანსური კრიზისის პერიოდში ქვეყანა იმუშავებს თავის სტრატეგიას, როგორ ებრძოლოს ამ ფინანსურ კრიზისს. სასურველი უფრო ადრე კონდეს შემუშავებული. თქვენს ბანკს აქვს შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია ამ ფინანსური კრიზისის დაძლევისა. ცით ფინანსური კრიზისი მე ვთვლი რომ უკვე დაძლეულია ჩვენ ქვეყანაში, ხოლო ჩვენ ბანკში ეს 1 წლის წინ იქნა დაძლეული, ამიტომ ჩვენი სტრატეგია არის და განვითარება და მაქსიმალური ტემპით ინოვაციების ჩატარება. მინდა გითხრათ რომ ჩვენს გვაქვს ჩვენი ძალიან ისეთი ცალსახა სტრატეგია ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის და სწორედ რეკლამა ინტუიციაში. ჩვენ დავბრუნდით. ჩვენ თამაშობთ ლადო გურგენიძესთან ერთად, თამაშობთ 1000 ლარზე. და გვაინტერესებს არის თუ არა უცნობი ნომერი 10 პოლიგლოტი, თუმცა მანამ მე მინდა დავუსვა რამდენიმე კითხვა. რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი? 5. 5 ქვეყანაში. დიახ. საინტერესო რაოდენობაა. ინგლისური თუ იცით? დიახ. იცით. ჩინური? არა. ჩინური არა. რუსული? დიახ. არაბული? არა, ნამდვილად. ინდური? ურდუს ხოთ ალბათ ან. ნუ რა თქმა უნდა, ხო, ეს. კარგით, მაშინ პირდაპირ გვიპასუხეთ. ვერ არის საქმე კარგად. ხართ თუ არა პოლიგლოტი? სამწუხაროდ არა. ძალიან ცუდია. ძალიან საწყენია, თუმცა მართლაც რთული კითხვა იყო, რთული პირადი მონაცემი აირჩიეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვეძლო უფრო მარტივი გზით გვევლო, მაგრამ არა უშავს, ეხლა შეგვიძლია მოვეშვათ. და მოდით ეხლა ჩვენი ვარაუდები გამოვთქვათ. დავიწყოთ. ნომერი 2-დან გავიცნოთ ყველანი. თქვენც მოგძანდით მეგობრები ჩვენთან ერთად. ეხლა გვჭირდება მეგობრების გვერდში დგომა. არა უშავს გამოვხნევოთ ბატონ ლადო. უნდა საწყვეტია, მაგრამ მოდით გამოვიცნოთ ნომერი 2 თქვენის აზრით. ჩამოთვლილი პირადი მონაცემებიდან რომელი შეესაბამება ყველაზე მეტად. კომპოზიტორი, საფოსტო კურიერი. მეგონი საფოსტო. საფოსტო კურიერი. საღამშვიდობის მოგესალმებით, თქვენი სახელი? ლევანი. ლევან, თქვენი პირადი მონაცემი არის კომპოზიტორი. აი ამაში ვეჭვი. ძალიან კარგი, ძალიან საინტერესოა. ნომერი 3 თქვენი ვერსია. თერაპევტი. თერაპევტი. მეგობრები რას ფიქრობენ? თერაპევტი. ან ჯერ ამათ უნდა ვფიქრო, მე ალბათ ჯობია. მეგონია ეს პასუხის ყოველთვის ეს.
გიორგი რას ვიტყვი? ალბათ პირადი დაცვა რო ხო? სამამშვიდობის მოგესალმებით, თქვენი სახელი? ქრისტინე. ქრისტინე. და თქვენი პირადი მონაცემი არის? გაყიდვების მენეჯერი. მარა მოვაღებინეთ ამ შვენიერ გოგონას, თორე თავს აშკარად კარგად გაფიქრდა. ნამდვილად. ნომერი 4. გავერსიები გქონდა ჩვენ პოლიგლოტი ვთქვით, ერთხელ ნომერი 4. ერთხელ კი და ვთქვით კიდე მონი. არა, პოლიგლოტის ვთქვით ამბავში. და რას ვფიქრობთ, აი ახლა როცა პრობლემის გარეშე ჩელენკანოს გამოსწორ. მაგრამ აი ამის მიხედვით მე მაგალითად მაქვს ვერსია, რომ შეიძლება ეს ადამიანი იყოს პირადი დაცვა. მე მგონი პირადი დაცვა ნომერი 9. ხო, ნომერი 9. კარგი, სამამშვიდობის მოგესალმებით, თქვენი სახელი. სამამშვიდობის. ლადო. ლადო, თქვენი პირადი მონაცემი არის? პირადი დაცვა. ესე იგი, ლადო შეიმონა შეცდომაში. შეიძლება ასე იყოს. ნამდვილად. ნომერი 6. კერავი. თქვენას ფიქრობთ? რა თქმა უნდა ვეთანხმოთ. ხო ბატონო. გიორგი შენ რაღაც სხვა ვერსიაზე. არა. გიორგის გასხებული ვერსია. ძალიან კარგი, მე ჯელობისთვის სხვადასხვა ვერსიები უფრო კარგია. სამამშვიდობის მოგესალმებით, თქვენი სახელი? ია. და თქვენი პირადი მონაცემი არის? კერავი. ძალიან კარგი. ნომერი 7. მე მანანას აღარ შევეკითხები, რადგან ვიცი მისი ვერსია. და ამჯერად მეც მანანას დავეთანხმე. მანანას დაეთანხმე. გიორგი? მე რა ვქნა განსხვავებული ხო? მე ვიტყვი ეკოლოგს. ეკოლოგს ვიტყვი, იმისთვის რომ შეინარჩუნო შენი პრინციპი იყო განსხვავებული. ძალიან კარგი. სამამშვიდობის მოგესალმებით, თქვენი სახელი? ჩემი სახელი არის ნუგზანი. ნუგზან. ხართ პოლიგლოტი? დიახ. ძალიან კარგი. რამდენი ენა იცით? ყოფილად 7. ყოფილად 7. ანუ ორჯერ მეტი მე თქვენ ხო? გასაკეთებელი კიდევ მეორე. გასაკეთებელი აშკარად ორივე მხარეს კიდევ მეორეა. ნომერი 9. რა ვერსიები გვაქვს? ნომერი საპოსტო კურიერი. აი გადარჩა მე მგონი ლოგიკური ვერსიები. გადარჩა ლოგიკური ვერსიებიდან. კარგი, სამამშვიდობის თქვენი სახელი? გამარჯობათ, რაშიდი. და თქვენი პირადი მონაცემი? ეკოლოგი. ძალიან ხიალ თამაში გადაიზარდა ჩვენი შოუ და მე მომწონს ეს განწყობა, რომელიც სტუდიაში სუფევს. ნომერი 10. რა თქმა უნდა თერაპევტი. რა თქმა უნდა თერაპევტი. შენ დაასწარი ამათ რომ მე სხვა ვერსია ვარ თქონდა საფრთხე. ძალიან კარგი. სამამშვიდობის თქვენი სახელი? ზურა. ბატონ ზურა, თქვენი პირადი მონაცემი არის? თერაპევტი. და ჩვენ დაგვჭა საპოსტო კურიერი. ნომერი 12. ნომერი 12, მაგრამ მაინც კითხოთ. სამამშვიდობის მოგესალმებით და თქვენი პირადი მონაცემი შესახებ გითხარით. კურიერი. ძალიან კარგი. დიდი მადლობა უცნობებს, დიდი მადლობა ექსპერტებს, დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, მეგობრებო, ბატონ ლადო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვერ მოხერხდა კონკრეტული თანხის მოგება, ძალიან აზარტული, ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა და სწორედ ეს არის ჩვენი შოუს პრინციპი, რომ გამოცადო საკუთარი ინტუიცია. თუ ვერ მოიგებ დღეს, სხვანაირად მიუდგები შენს ინტუიციას ხვალ და მოიგებ ცხოვრებაში. ინტუიციას უნდა ვარჯიში, ისევე როგორც ადამიანს ნებისმიერ სხვა საქმის მიღწევაში. ასე რომ თქვენ ძალიან კარგად ივარჯიშეთ. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ლადო გურგენი და ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათ ზუსტად 11 საათზე. დროებით. სტარტი ყურადღება 2010 წელს ტელეკომპანია იმედმა ინტუიცია გადააქცია სატელევიზიო ფენომენად. არის შოუ ინტუიცია. თამაში, სადაც გამოცდილებას ვერ დაეყრდნობა. ვე ხართ მოპარიკავე? ლოგიკა შეცდომაში შეგიყვანს. დავანგრებ კივილით ამ სტუდიას. და საკუთარი ინტელექტი მხოლოდ საგონებელში ჩაგაგდებს. აქ თავარია ინტუიცია. ყოველ ხუთშაბათს 23 საათზე ნიკა ქავთარაძე, მოწვეული სტუმარი, 3 ექსპერტი და 12 აბსოლუტურად უცნობი ადამიანი. სრულიად საქართველო დაიძაბა. არანაირი ვერბალური და ჟესტიკულაციური მინიშნება.
მხოლოდ საკუთარი ინტუიციის იმედი. გაჩენდი გოგო. შეგიძლიათ თქვათ, ვინ არის? 20,000 ლარის მოსაპოვებლად. ინტუიცია გადამწყვეტია. ჩართე ინტუიცია.